მოგესალმებით ქრისტეს მიერი სიყვარულით, ნათესაებო, მშვიდობა გქონდეთ სამშობლოში, ოჯახში, საზოგადოებაში, გარშემო ყველგან, ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენიერი გამრავლდეს, ოღონდ ჩვენიერი გაბევრდეს, ოღონდ ჩვენი ახალგაზრდები განათლდნენ და გაბევრდნენ. არაფერია დაკარგული, არც სულ ახლახან დაკარგული ცხინვალი და სოხუმია დაკარგული და არც ის ისტორიული ქართული ძეგლები და მამულები, რომელსაც ყველა ქართველი თავის გულის სიღრმეში და თავის გონებაში ატარებს და მეტადრე არ არის დაკარგული ქართული ცნობა, ქართული სიტყვა, ქართული ლოგოსი, ეს უმნიშვნელოვანესი და ის რწმენა ქართველი ადამიანისა, რომ ღმერთმა ჩვენ დაგვაჯილდოვა მამულით, აი ამ მამულით, აი ამ ენით, აი ამ გარემოთი შესაბამისად და დაგვაჯილდოვა კიდე იმ მძიმე ტვირთით, მაგრამ დიდებული მისიით, რასაც ქვია საკაცობრიო მისია და მსოფლიო მისია და ასე შემდეგ, რაც უეჭველი აქვს ქართველ ერს და ჩვენ ვიცით, რომ მიჯაჭულები ვართ ღმერთის მიერ ამ მამულს, ამ ქვეყანას და საზეპურვერი ვართ. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის ღმერთს და მე მიხარია, რომ ეს ძალიან ბევრგან ჩანს, ძალიან ბევრგან და კი არ ღვივის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამან გამრავლება და განათება და გაბევრება დაიწყო. ვსაუბრობდი მე მაგალითისათვის ამ რამდენიმე გადაცემის წინ აი საქართველოში არსებულ სამრევლო სკოლებზე ეკლესიებთან არსებულ წრეებზე და ასე შემდეგ ზოგადად ქართული კულტურისა და რეწვის წრეებზე და გამაოცებელია, გამოოგნებელია ტალანტი, რაც მოდის, რაც არის დღეს. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ გაცილებით უფრო ნიჭიერია, ვიდრე ჩემს ბავშვობაში იყო, ვიდრე ჩემს ახალგაზრდობაში იყო, დღევანდელი ახალგაზრდობა და არ კიდევ ერთხელ ვამბობ, არაფერია დაკარგული, ოღონდ ისინი გამრავლდნენ. და მე ყველას მინდა გთხოვოთ, აი უმორჩილესად მინდა გთხოვოთ, როგორც ოჯახის წევრს, როგორც ნათესავს, როგორც ახლობელს, აი ეგრე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ მაქსიმალურად შეეცადეთ აი ამ სფეროში, მაქსიმალურად დაიხარჯეთ სიტყვით, საქმით, მატერიალურად, თანადგომით, რომ ქართველი ახალგაზრდობა განათლდეს და გამრავლდეს და ოჯახდნენ და ბევრი შვილები იყოლიონ, 4 შვილი, მართლა შვილი, 5 შვილი, აიშვილი და კიდევ უფრო მეტი რაც უფრო მეტი, უფრო კარგია, რა უნდა დაუტოვოს დედამ და მამამ შვილს იმხელა სიმდიდრე, რაც დედმამიშვილია. და შესაბამისად აი ესეთი სწავლებით და ესეთი შეძახილებით უნდა ვიყვეთ რა. მე ახლა ძალიან მნიშვნელოვან თემაზე მინდა გესაუბროთ, პირველ რიგში უნდა მივესალმო ჩვენთან ეკლესიაში არის ძალიან დიდებული ბატონი, სტიქაროს ნათმსახურობს, ბატონი გელა, მივესალმები. აკადემიური ადამიანია, თავაზიანი, კულტურული, წარმოსადეგი. რა თქმა უნდა, ახლა გვარც არ დავასახელებ, თვითონ მითხრა, არ დაასახელო ჩემი გვარიო. იგი წარმოშობით არის სოხუმიდან, როგორც ამბობს მან მისმა ოჯახმა იგი განვლო მთელი ბავშვობა, ახალგაზრდობა, ჯვარი მაქვს დაწერილიო ბედიაშიო და ისე იხსენებს იმ გარემოს და მე ისედაც ვაპირებდი ღმერთმა იცის, რომ აფხაზეთზე მესაუბრა, მაგრამ მისი თხოვნა იყო, რომ დამეწინაურებინა ეს საკითხი და აფხაზეთზე მინდა ვისაუბრო. დასაბამიდან შეიძლება ითქვას დღემდე აფხაზეთზე და მე მინდა ყველას ისევ კიდე ერთი რამე ვუთხრა, რომ აი ძალიან ბევრგან იყო ხოლმე ესეთი წარწერა, რომ გვახსოვდეს აფხაზეთი ჩვენი ტკბილია, ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში და რაღაცა და ამ ხრივ რაღაც აი ვეღარ ვხედავ ამ წარწერებს და მე ყველას მოვუწოდებ რა მთავრობა იყოს თუ კერძო პირი იყოს თუ ასე შემდეგ, ვისაც აქვს ეს საშუალება, ეს უნდა გაჩნდეს ყველგან, აბსოლუტურად უნდა გაჩნდეს ყველა ქალაქში 2-3 აბრამაინც, საქართველოს ყველა ქალაქში. დაწყებული აი ლაგოდეხიდან დამთავრებული ბათუმით, დაწყებული მესტიიდან და ზუგდიდიდან დამთავრებული სამხრეთ საქართველოთი, ჯავახეთითა და ქვემო ქართლით. ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში, ჩვენ დავბრუნდებით ცხინვალში მშვიდობით, ჯამრთელად, ღვთისწყალობით, სიხარულით. მე მწამს, რომ ეს შესაბამისად როგორც მოულოდნელი სიხარული ისე მოვა და წარმოუდგენელია ახლა ცხინვალი უჩვენოთ და სოხუმი უჩვენოთ, წარმოუდგენელია, ეს იგივეა, რაც
შესაბამისად მე ახლა კარგად გამიგე თქვენ მით უმეტეს ძველ მსმენელებს მოგესალმებით დიდი სიყვარულით დიდი მადლობა ყველაფრისათვის მაგრამ ჩემი ერთ-ერთი სისუსტე და ხარვეზი გადაცემის წაყვანისა არის ის რომ მე თემიდან თემაზე გადავდივარ ხოლმე და მე ხანდახან მთავარ არს და მთავარ სათქმელს ვერ ვამბობ და ეხლა ერთმა ადამიანმა მითხრა ეს რო შევჩივლე რომ წაიკითხეო და უნდა წავიკითხო კარგად გამიგეთ რომ რამე არ გამომეპაროს რა ეს ეხლა ცხადია სხვადასხვა ზოგი საიდან მოგროვებული ტექსტებია ძირითადად ეხლა ჩემი მასწავლებელია და 21 საუკუნის ივანე ჯავახიშვილია მიტროპოლიტიანა ნიაჯაფარიძე და მისგან ვიხემძღვანელე ძირითადად მაგრამ აი იქიდან რამდენიმე წიგნი და რამდენიმე დოკუმენტიდან და აი შემდეგი რამე მინდა მოგახსენოთ რა ეს მართალი ისტორიაა დამერწმუნეთ და რატოა მართალი ისტორია და საიდან არის მართალი ისტორია შესაბამისად უმორჩილესად გთხოვთ რომ მობძანდით ან სადმე შევხვდეთ მეგიახლებით უნივერსიტეტის ეზოში შევხვდეთ ან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრაზე შევხვდეთ ან კაშუეთის ეკლესიაში შევხვდეთ ან მეუფიანანიას ეპარქიაში კათედრაზე შევხვდეთ მანგლისში და ასე შემდეგ და ვისაუბროთ. გნებავთ მე გაგესაუბრებით და გნებავთ მიგესვლებათ თუ აკადემიური ადამიანი და ჯგუფი ვძანდებით მიგესვლებათ მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძესთან ძალიან სახალხო ადამიანია. მიწაწყალი რომელსაც დღეს აფხაზეთი ეწოდება ქართული წყაროების მიხედვით დასახლებული იყო ქართველი ხალხის მეგრელთა ქვე-ეთნო ჯგუფით. კერძოდ ლიხის ქედიდან მდინარე ყუბანამდე, ზოგან ხაზარეთის წყალიან ახსენ. მდინარე ყუბანამდე. მიეკუთვნა, ანუ კერძოდ ლიხის ქედიდან მდინარე ყუბანამდე მიწა მიეკუთვნა ქართველთა ერთ-ერთ ეთნარქს ეგროს. აღსანიშნავია, რომ აფშილების და აბაზგების ტომებს უცხო წყაროები მხოლოდ პირველი მეორე საუკუნის შემდეგ მოიხსენიებენ ზოგადად შავი ზღვისპირეთში. მე გეტყვით კონკრეტულად საცხოვრობდნენ თავიდან ეს ერები რა. ეს მერე ვისაუბროთ. ქართლის ცხოვრების მიხედვით ეგროსმა ააშენა ქალაქი ეგროსი, ესევე და არქვა და დღეს მას შესაბამისად ეწოდება ბედია. ეს არის ეს წერია ქართლის ცხოვრებაში 1950-იან წლებში 55-ში გამოცემულ ქართლის ცხოვრებაში გვერდი 5 სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა ყველასა გაქვთ ეს წიგნი ან ყველას უნდა გქონდეთ ეს წიგნი. მადლობა შესაბამისად იმ ადამიანს და იმ სარედაქციო კოლეგიას და გუნდს რომ იმ ტირაჟით გამოსცეს რომ იყიდება ეს წიგნები ძალიან ბევრგან 20 ლარი ღირს 25 ლარი ღირს ძალიან ბევრგან იყიდება შეიძინეთ უმორჩილესად გთხოვთ შეიძინეთ ქართლის ცხოვრება უმორჩილესად გთხოვთ შეიძინეთ მცხეთური ხელნაწერი. აღსანიშნავია რომ ქართლის ცხოვრება კერძოდ ლეონტი მროველი რა ის ეპოქა საერთოდ არ იცნობს ტერმინს აფხაზეთი. შესაბამისად შეუძლებელია მე-11, მე-10, მე-9, მე-8 საუკუნის ავტორს ამ ქვეყნის ანუ მხარის აღწერაში არ ეხმარა სიტყვა აფხაზეთი. ეს ჩვენ გვაფიქრებინებს რომ ლეონტი მროველი არის 700-იანი წლების ადამიანი. ხვდებით ხო რის თქმა უნდა. უპირობოთ ეს ისეთი ლოგიკაა, მაგრამ ლოგიკა არ უყვარს საბჭოთა ისტორიოგრაფიას. ვახუშტის თანახმად ტერმინი აბაზი ჩნდება შემდგომ განდგომისა. დაიპყრეს რა ბერძნებმა ის მხარეები განდგომილ მხარეს შესაბამისად უწოდეს აბასა, ხოლო ქართველებმა აფხაზეთი. ქართლის ცხოვრება მე-4 ტომი 784 გვერდი. მე-4 ტომი ეს უკვე ვახუშტია. დიდი წიგნი როა დაახლოებით ალბათ 8 კილო იქნება ის წიგნი, გრანდიოზული მოცულობის წიგნია. ანუ რას ნიშნავს ხსენებული განდგომა? ესე იგი რაღაცა ნაწილი ქართველებისა განგვიდგა. ნახეთ რას ნიშნავს განდგომა. ქრისტესობამდე მე-3-მე-4 საუკუნეში პირველ ერთიან ქართულ სახელმწიფოში, ანუ ფარნავაზ ქუჯის სახელმწიფოში, არ შემოვიდა ბერძნების შიშით მდინარე ეგრისწყლის იქით მცხოვრებნი. ისინი ჩვენს მატიანეს ქართველებად მიაჩნდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი არ შემოსვლა სახელმწიფოში და აი ამ ერში განდგომა და ღალატად არ ჩაითვლებოდა. ანუ აქ მცხოვრებმა ადამიანებმა მათ განდგომილები უწოდეს. იხილეთ ქართლის ცხოვრება პირველი ტომი გვერდი 24. ბერძნებიც თვლიდნენ თავისი მხრივ ბერძნები ბიზანტია მანამდე მაკედონელი და მათი მემკვიდრეები
ბერძნები თვლიდნენ, რომ ეგრისწყალზე საზღვარი დასდო მაკედონელმა. როგორც ჩვენ ვიცოდით, რომ ეგრისწყალი იყო ჩვენი ჩრდილო-დასავლეთ საზღვარი, ისე იმათმა იცოდნენ, რომ აქ იყო ეგრისწყალზე. უკვე მე-5 საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორი აცხადებს, რომ მათი საზღვარი ეგრისწყალია. ქართლის ცხოვრება გვერდი 177, პირველი ტომი. ეგრისწყალი არის მდინარე ლაღიძგა. აღსანიშნავია, რომ მოქცევა იქ ქართლისაიც ჩრდილო-დასავლეთ საზღვარს ეგრისწყალზე დებს. შემდგომ ჩრდილო კავკასიაში და გორგასალმა ყუბანამდე დაიჭირა ტერიტორია. ანუ გორგასალი გავიდა, სადაც ქერჩის სრუტეა. ხო ხდებით რა ადგილია რა, მთელი შავი ზღვისპირეთი დაიკავა ვახტანგ გორგასალმა. ბიზანტიას კი ეს მხარე თავისად მიაჩნდა. ამიტომ მოლაპარაკებების შემდგომ ვახტანგმა დაუბრუნა მათ ეს მხარე და საზღვარი დადო უკვე მდინარე კლისურასთან, რომელიც კელასურია. ანუ რაღაც ჯერ ბოლომდე გავიდა მთელი აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთი და მერე შესაბამისად დათმო ეს ტერიტორია მოლაპარაკებების შემდგომ მდინარე უკვე კელასურთან დადო და არა ღალიძგასთან რა. და სხვა აფხაზეთ უკუსცა ვახტანგ ბერძენთა. პირველი ტომი გვერდი 177. ეხლა რა გამახსენდა, იცით, აი მაგალითისათვის, აი ვახტანგი რო პატარა ბიჭუნა იყო, წმინდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი რა, მაგალითისათვის 4 წლის. ესეთი რამეა ნახსენები ასევე ქართლის ცხოვრებაში, რომ შემოიჭრნენ ეს საზღვარი დაარღვიეს ბერძნებმა, ესე იგი მე-5 საუკუნის პირველ ნახევარში, შესაბამისად და ჩამოვიდნენ ციხე გოჯამდე, სენაკამდე. და ამა შესაბამისად ეს ცალკე მოყოლილია და ამას მოსდევს საოცარი რამე, რომ დიდი გოდება იყო ქართლში რა, მცხეთა ტირის ამაზე. ხვდებით ხო როგორი მომენტია, რომ ეს ცალსახად ჩანს, რომ ერთი და იგივე ქვეყანაა, თორე უცხო ქვეყანაში რომ დაკარგულიყო ასეთი მიწები და ბერძნების ექსპანსია ყოფილიყო, მცხეთა არ იგლოვებდა. ერთი ქვეყანაა, ერთი ერია, ერთი სახელმწიფოა, ერთი ენაა, ერთი სარწმუნოებაა, ერთი ეკლესია. ამაზე მე ვისაუბრებ. ბევრჯერაც ვისაუბრია, მაგრამ ვისაუბრებ. ანუ ქართული წყაროების მიხედვით მთელი ტერიტორია დასავლეთ ამიერკავკასიისა ვიდრე ყუბანამდე, ქერჩის სრუტემდე, ქართველებით იყო დასახლებული. გორგასალამდე. ხოლო ტერიტორიას ეგრისწყალსა და მდინარე ყუბანის მდინარემდე, ხოლო ტერიტორია ეგრისწყალსა და მდინარე ყუბანის მდინარემდე არის სახელდებული აფხაზეთად. ანუ აფხაზეთი პირველად დაერქვა შესაბამისად ეგრისწყალის ზემოთ ყუბანამდე. მისი ერთი ნაწილი, ანუ მდინარე კელასურამდე, შეუერთდა ქართულ სახელმწიფოს მე-5 საუკუნეში. ანუ რაღაცა ნაწილი იმ აფხაზეთად წოდებული ქვეყნისა, ვახტანგისას უკვე აი ეგრისწყლიდან კელასურამდე უკვე შეუერთდა ქართულ სახელმწიფოს, ვახტანგის სახელმწიფოს. ხოლო დანარჩენი ნაწილი საქართველოს შეუერთდა, როცა ბერძნები მოუძლურდნენ. ანუ მე-8 საუკუნეში ბერძნები დასუსტდნენ არაბობისას. ქართლიც დასუსტდა ძალიან, მაგრამ ბიზანტიაც დასუსტდა, ცხადია, ეხლა მურვანყრუ და ის შეიძლება ითქვას უძლეველი იყო, მთელი მსოფლიო დაიპყრეს. იმჟამინდელი ნახევარი მსოფლიო, ასე ვთქვათ. არაბობისაც ცხადია საქართველოს დაუძლურდა. ბიზანტიამ ამ დროს დაივიწყა ქართლის წინააღმდეგ იმპერიულ მტაცებლური ზრახვანი. ანუ კლისურას იქითა ქვეყანას მართავდა ბიზანტიას დაქვემდებარებული აფხაზ და ერისთავი. ბიზანტიამ უბრძანა აფხაზთა, ანუ კელასურს იქითა ერისთავს ლეონს, აღარ დასხმოდა თავს ქართლის სამეფოს. ამიერიდან ნუღარამცა ვნება მათთა და სხვა ზღვართა მათთა ეგრისათა. ქართლის ცხოვრება პირველი ტომი გვერდი 239-240. საუბარია ბიზანტია ქართლის საზღვარზე აქაც. ანუ იქვე წერია, არამედ კეთილად პატივისცემდეთ მეფეთ მათთა
ერთა ქართლისათა. ანუ აფხაზეთში შეხიზნულ არაბთაგან დევნილ მირს და არჩილს პატივი ეცითო. მოგეხსენებათ, ეხლა წარმოვიდგინეთ, რა ხდება თბილისში, რა ხდება ქართლში, რა ხდება აღმოსავლეთ საქართველოში არაბობისას, ურთულესი ეპოქა იყო, ურთულესი, ხანგრძლივი, ძალიან მძიმე, დაუნდობელი. შესაბამისად და მეფე მირ და მეფე არჩილი არიან გადასულები და მისულები არიან ფაქტობრივად დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბიზანტიამ უთხრა კელასურსიქით აფხაზეთის ერისთავს ლეონს, რომ აღარ დაესხა თავზე, აღარ შეაწუხო, პატივით მიიღეო ეგენი. მეფე მირს არ ყავდა ვაჟი, ამიტომაც იგი სამეფოს უყოფს ძმას არჩილს და თავის 7 ქალიშვილს. ოღონდ იმ პირობით, რომ სიძეები უნდა ყოფილიყვნენ ქართველები და ქართული სახელმწიფოს მცხოვრებნი და ქართული სამეფოს წარჩინებულები რა. მისი ანდერძია არჩილისადმი. ჩვენ შემცირებულნი ვართ, შენ უცოლო ხარ, მე უძეო და რადგან მოიყვანიან მამათა ჩვენთა ცოლნი ასულნი ერისთავთა ჩვენთანი, მისცენ მათ ასულნი ჩემნი და განუყვნენ მათ ქვეყანანი ქართლისანი. ქართლის ცხოვრება გვერდი 241. მეფე მირ 7 ასული ყავდა, მათგან 6 მისცა ქართლის ერისთავებს და მისცა მათ სამეფოს შესაბამისი ქვეყნებიც რა ნაწილები. მე-7 ასული კი შეირთო აფხაზეთის ერისთავმა, აი ლეონმა შეიძლება ითქვას, კელასურსიქით მცხოვრებმა აფხაზეთის ერისთავმა. მაგრამ ანდერძის თანახმად იგი სხვა ქვეყნის ერისთავი რომ იყო, იძულებული შეექმნა, რომ თავისი საერისთავო შეერთებინა ქართლის სამეფოსათვის და უკვე ქართლის სამეფოს ნაწილი გახდა და ქართლის სამეფოს წარჩინებული გახდა. ამით ის გადაიქცა ქართლის ერთ-ერთ ერისთავად. ქართლის ცხოვრება 242. მე ამას იმიტომ ლაპარაკობ, იმათვის ლაპარაკობ, ვინც ქართლის ცხოვრების მტერი არ არის და ვინც ქართლის ცხოვრების მტერია, გადართოს. ანუ ლეონ ერისთავს იმპერატორისაგან მამულებით სამკვიდრებლად მიუღია ტერიტორია კელასურიდან ხაზარეთის წყლამდე და განთავისუფლებისთანავე აფხაზეთის ერისთავის სურვილია თავისი ქვეყანა დაუკავშიროს ქართველთა სამეფოს. ის ხდება ქართველთა მეფის შვილი და ძმა. ის ირთავს ცოლად მირის ასულ გურანდუხტს. ამასთანავე თუ სხვა სიძეებმა მიიღეს ქვეყნის ნაწილები და საერისთავოები, ლეონი იდგავს მეფისაგან გვირგვინს და ყვეს აღთქმაი და ფიცი ვითარმედ არა იყოს მტრობა შორის მათთა, არამედ ერჩოდეს ლეონ არჩილს, ერჩოდეს, ანუ ემორჩილებოდეს ყოველთა დღეთა მათთა, გვერდი 243. აღმოსავლეთ საქართველო არაბთაგან ძლიერ დაქცეული იყო, ამიტომ არჩილი 12 წელი დაემკვიდრა ეგრის ვიდრე შორაპანამდე, აი ეგრისიდან შორაპანამდე იქ ეს იყო ეგრისი და ცხოვრობდა და განაგნა ყოველნი ციხე ქალაქი, ანუ განაგებდა იქაურობას არჩილი. ნუ შემდგომ ამ 12 წლის იქ მყოფობის შემდგომ არჩილი გადმოდის ჯერ ქართლში, მერე კახეთში, ცოლს შეირთავს, ეყოლება 2 შვილი და მერე არჩილი არაბებისგან მოკლული იქნა. მოგეხსენებათ, ეგრე განვითარდა არჩილის ბედი, დიდი ადამიანი, სხვადასხვა ნევროთიანი ესია, ძალიან ბევრგან მოხსენიებული, ძალიან დიდი მეფე, დიდი ერისკაცი, გმირი შეიძლება ითქვას. იმდენად არ არის ეს ადამიანი პოპულარული. ისმის კითხვა, მას მერე ვინ მართავდა დასავლეთ საქართველოს არჩილის გადმოსვლისა და სიკვდილის შემდგომ. მისი მემკვიდრეები არიან გურანდუხტი და ლეონი. არჩილს ყავდა ჯუანშერი და იუანე. პატარა შვილები, ისინი პატარები იყვნენ არჩილის გარდაცვალების მერე ძალიან დიდი, ანუ შესაბამისად რომ გადადის იქით, ჯერ კიდე არ აყავს ცოლი, ეგ და მირი რო გადადიან და მერე რო ბრუნდება, მერე ოჯახდება და მერე ყავს მცირეწლოვანები არიან მისი შვილები. მას მერე ბიზანტია ამ რეგიონში კიდევ უფრო დასუსტდა და
მომძლავრდა ჩრდილოეთში ხაზართა სახელმწიფო. ჩრდილო კავკასიაში მოგეხსენებათ ახლა ხაზარების სახელმწიფო რა არის და მეფე მირის და ნახეთ რა ხდება ახლა. მეფე მირის სიძის ანუ ლეონის, აი იმ ლეონ პირველის ძმისშვილი იყო ასევე ლეონი მეორე ლეონი, რომელიც დედით იყო ხაზარი. ესე იგი აი ამ ლეონ პირველის ძმის ცოლი იყო ხაზარი. და ხაზართა მეფის შვილი გამოდის უკვე წარმოიდგინეთ ხაზართა მეფის შვილი იყო ის ქალი და ხაზართა მეფის შვილი არის ლეონ მეორე და უკვე ხაზართა დახმარებით დაეუფლა აფხაზეთსაც და ეგრისაც ვიდრე ლიხამდე. ხვდებით ხო, ანუ ეს ლეონ მეორე ძმისშვილი იმ ანუ გურანდუხტის ქმრის ლეონის ძმის შვილი ასევე ლეონი, რომელიც არის დედით ხაზარი, დაეუფლა მთელ დასავლეთ საქართველოს. შესაბამისად დაკარგული გვაქვს რა მაშინ ტახტი ქართლსა და კახეთში, ამირაზის თბილისში. ქართულმა სახელმწიფომ არსებობა განაგრძო დასავლეთ საქართველოში, ქართულმა ტახტმა, სადაც ახალ და უფრო დიდ საფეხურებზე ავიდა. მართალია დინასტია შეიცვალა, მაგრამ ახალი დინასტია კანონიერი და მემკვიდრე იყო ძველისა. კერძოდ ლეონ მეორეს უფლება გააჩნდა მთელ დასავლეთ საქართველოზე და ამ დინასტიამ მიიღო ტიტული აფხაზთა მეფეებისა და მათ მთელ საქართველოზე გააჩნდათ უფლება და იურისდიქცია. გამომდინარე იქიდან, რომ მისი ცოლი მემკვიდრე იყო, მისი ბიცოლა ძალო ასე ვთქვათ, იყო მემკვიდრე მთელი საქართველოსი, შვილი არჩილისა და თვითონ კიდე მემკვიდრედ გამოდის მეფე ლეონისა, ლეონ პირველისა. და შესაბამისად ამიტომაც ლეონ მეორე მიისწრაფოდა მთელი საქართველო თავისი სკიპტრის ქვეშ გაერთიანებინა. მთელი საქართველო უნდოდა რომ დაეპყრო. თუმცა მეფე მირის ყველა სიძე, ანუ ერისთავიც ქართლის სამეფოს ტახტის მემკვიდრედ მიიჩნევდა თავს და მათ შორის იყო ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებიც. მართალია ახლად შექმნილმა აფხაზთა სამეფომ მოიცვა მთელი დასავლეთ საქართველო, მაგრამ მასში გეოგრაფიული მნიშვნელობით აფხაზეთად იწოდებოდა განაპირა კუთხე ამ ქვეყნისა. შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ აფხაზთა სამეფო იყო ქუთაისიც და წყალტუბოც და სამტრედიაც და ფოთიც, აფხაზეთად, აი ამ რასაც აფხაზეთი ქვია, იწოდებოდა აი ეს ნაწილი ეგრის წყლიდან ზემოთ. კერძოდ და თვითონ შესაბამისად ამ აფხაზეთის სამეფოში თავისი მხრივ 8 საერისთავო იყო და აღსანიშნავია, რომ აი სოხუმი მაგალითად იმ აფხაზეთის საერისთავოში ცხუმი არ იყო, ოჩამჩირი არ იყო, გალი არ იყო. ხვდებით ხო როგორი დაყოფაა რა. ალბათ ანუ გურის საერისთავო, მარგვეთის საერისთავო და ასე შემდეგ და ერთ-ერთი იყო აფხაზეთის საერისთავო აფხაზეთის სამეფოში. არც ბედია არ იქნებოდა შესაბამისად. მე-9 საუკუნეში ბიზანტიურ წყაროებში მთელი დასავლეთ საქართველო უკვე აბაზგიის სახელით ფიგურირებს. მაგალითად არის ესეთი ადამიანი გიორგი კედრენე, მე-11 საუკუნის ისტორიკოსია და მთელ საქართველოს უწოდებს აბაზგიას და მე რუკა მაქვს ნანახი და შევეცდები რომ ინტერნეტ რესურსად დავდო, ისა ინტერნეტ გვერდზე დავდო, Facebook გვერდზე დავდო, მთელ საქართველოს ადგილას წერია აბაზგია და მე გეტყვით რომ ამაში ცუდი არაფერი არ არის, თავისი არსით საიდან მოდის და რას ნიშნავს და აი მაგალითად თვითონ მეფე გიორგი პირველს ჩვენ საყვარელ მეფე გიორგის მესიის მახვილს უწოდებს აბაზგ გიორგის.
აბაზგი გიორგის და ეხლა აფხაზი მაშინ ჩვენ ისეთივე სახელი იყო როგორც დღეს ჩვენთვის მისაღებია ქართველობა, მეგრელობა, ქართლელობა, გურულობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ყველა ხო თითოეული რაც ჩამოვთვალე ხო ყველანი ვართ რამდენიმე წილად რა. იქიდან ოჯახის წევრით, ნათესავით, ახლობლით ხო? ნათლიანათულობით. მე ახლა ვახსენე სიტყვა აბაზგი და რაღაც დონეზე არ ვიცი ეს ცნობილია საზოგადოებისთვის თუ არ არის ცნობილი რომ ახლა დღეს მით უმეტეს გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები ძალიან ბევრნი ვინც საუბრობენ აი სიტყვის არსზე, ეტიმოლოგიაზე, სიტყვას შიფრავენ, ადრეც ვამბობდი რომ ქართულ ანბანს აქვს ქართულ ასონიშანს, აი მაგალითად ანი რიგითი ნომერი 1-ია, რიცხვითი მნიშვნელობა 1-ია, ეს არის ასობგერა ა და მისი სახელწოდება არის ანი. აი 4 და აი ეს შიფრავენ შესაბამისად საოცარ შედეგებს დებენ და ესე მინდა რომ ძალიან ბევრ ესეთ სიტყვას ჩავუხდნენ. აი მაგალითისათვის ივანე ჯავახიშვილი ფიქრობს რომ აი მოსხი, მუსხი, მოშქი არის მეგრული ზანური ვარიანტი იმ ხალხისა, ხო გამიგეთ და მესხი არის სვანური სახელწოდება და აი სვანეთიდან არის შემოსული მესხი დღეს რაც ყველაზე ძალიან არის ცნობილი, თორე მოსხი, მოშქი, მუშქი, მუსხი ეს ხო ესე გვხვდება, ხო ძალიან ბევრი სახელი გვქვია. ახლა მივესალმები აქედან ჩემს მეგობარს საჩინო გრაკლიანს, მას თავისი შეხედულება აქვს, რომ იქაც იყო მესხეთი, ეს ჩვენ ყველა მივჩით, რომ იქა რამდენიმეგანი იყო, დიდი გრანდიოზული ქვეყანა იყო და გრანდიოზული ერი იყო და ნეტა ვიპოვოთ მათი ენა, მათი ანუ დიალექტი, მესხური დიალექტი, ფუძე ენისა, მე ესე ვიტყოდი, ფუძე ქართულისა, კარდული ენის ფუძე ენისა, ნეტა ვიპოვოთ მათი ენა, ცხადია რომ ისეთი არ იქნებოდა როგორც მეგრული, ან სვანურია, ან ძველ ქართულია, ან ლაზურია. და შესაბამისად ეს ადამიანი ფიქრობს რომ აქ მაგალითად ცხოვრობდნენ მუშქები, აქ ცხოვრობდნენ მოსხები და ასე შემდეგ მუსკები და აი ესეთი განსხვავება არისო, მაგრამ აი ივანე ჯავახიშვილი ფიქრობს რომ მესხი სვანური წარმოშობის სიტყვაა და აი ივანე ჯავახიშვილი ნიკომარი სანამ განგვიდგებოდა ხო ქართულ წიაღში იყო და დიდი მეცნიერია რაზეა ახლა საუბარი უბრალოდ ზურგში დანადაგვარტყა ძალიან ბევრ სფეროში და ეს არის სამწუხარო და ასე შემდეგ და ის რო ვახსენებ ხოლმე და ერთ-ერთი მტერი ქართული ისტორიოგრაფიისა და ქართლის ცხოვრებისა ქეროპე პატკანოვი ისიც ძალიან დიდი მეცნიერია, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერია, მაგრამ მიზანმიმართული გამყალბებელი საქართველოს ისტორიისა და პირდაპირ მტერი ქართლის ცხოვრებისა და ავტორი ქართიზაციის თეორიისა, რომელიც გვანგრევს თითქოს და აი მე-10 საუკუნეში შევდექით ერად რა, ენად, ამ ენით, ამ ერით, ამ ეკლესიით, ამ მამულებით, შესაბამისად, თურმე მე-10 საუკუნის ერი ვარ და ესე ჩაჭედილია როგორც დუღაბი თავში, რომ ერთიანი პირველი ქართული სახელმწიფო მე ანუ ბაგრატ მესამეს დროს აგვაქვს და რატომღაც არ აგვაქვს ეს გრანდიოზული ქვეყანა, რაზედაც ახლა საუბრობდი ქუჯისა და ფარნავაზის დროს. აი დაკარგული არის ბერძნების ექსპანსიის გამო მარტო აი ეს ნაწილი რა, ეს მე ხელ წამოგიღეთ ეს მეტროპოლიტენანია ჯაფარიძის საეკლესიო იურისდიქციის რუკა, მაგრამ აი ამაზეა საუბარი, აი აქ ხო არის შესაბამისად ცხუმი, აი ეს ტერიტორია, რაც ახლა აი აქ ზემოთ რჩება, ეს ტერიტორია, როგორც აგიხსენით, ეს არის ის აფხაზეთის საერისთავო, რომელიც ბერძნების კუთვნილება იყო და იქაური არის ლეონი, რომელიც ხდება უკვე ჩამოდის და ხდება აი ამ ქვეყნის მეფე და გურანდუხტის ქმარი და მეფე მირის სიძე და სრული ქართველია. სრული, იცით როგორი ქართველია, თავანკარა ქართველია. ეხლა ვისაუბროთ და ხო, დიდი ბოდიში არ დავამთავრე ის საუბარი. შენდობას ვითხოვ. გადახვევების ბრალია ისევ. და ანუ დიდი ივანე ჯავახიშვილი და ნიკო მარი, დიდი მეცნიერი
ასაბუთებენ, წერენ, ეს შტაკითხვადია, პოვნადია, შემიძლია მოგაწოდოთ და აბაზგ მეხს და დაკავშირებული აბაზგი მესხთან. მოგეხსენებათ ახლა მესხების რამდენიმე გადმოსვლა მოხდა. ეს მე მქონდა ერთ-ერთი გადაცემა ვიკრიბებით მცხეთაში, ძალიან გთხოვთ, მოძებნეთ. ერთხელ აი სადაც კაისერი არის და სადაც სივასია და ანუ ცენტრალური დღევანდელი თურქეთი რა, აი ცენტრალური დღევანდელი თურქეთი, იქ იყო ერთ-ერთი ფუძე მესხეთისა, შესაბამისად და წამოვიდნენ ეგრეთ წოდ, ვინ აღარ წამოვიდა, ერთი სიტყვით, რამდენიმე ექსპანსია იყო, ხან ზღვის ხალხი მოდიოდა ეგრეთ წოდებული, მერე ხან ქვემოდან იქიდან 25 საუკუნის წინ წამოვიდა ნაბუქოდონოსორი და არა მარტო იერუსალიმი დაარბია, უამრავი ხალხი გამოყარა და მქონდა მე საუბარი, მე უფეს აზრია ესა, რომ ის იბერია, ესპანეთის იბერიიდან კი არ წამოიყვანა ხალხი. იბერია აუცილებლად იყო, სადაც ანტიოქია, სადაც ტარსუსია და აი ეს კუთხეს სადაც აკეთებს ხმელთაშუა ზღვა, იმ ადგილას ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეს სადაც აკეთებს ხმელთაშუა ზღვა, იქ იყო ლუბია, რომელიც შესაბამისად ვიღაცამ ალბათ მეგასთენემ გადააკეთა, ან შეეშალა 100 და ლუბიას მაგირად ლიბია ახსენები და ლიბიას გავლი იქ იყო ლუბია, იმის გარშემო იყო იბერია, სტრაბონიც ლაპარაკობს მაგ იბერიაზე შუა მდინარეთში, აქედან არიან გადმოსახლებული, მანდაც მესხების დიდი ქვეყანა იყო. მერე შესაბამისად 31, 30, 28, 27 საუკუნის წინ ასურელების დიდი ექსპანსია იყო და მესხები ამოვიდნენ და დიდი შანსია რომ ეგენი არიან ასულები 30, 28, 20 და იქიდან არის ეს აბაზგი წარმოშობილი სიტყვა. იქიდან არის წარმოშობილი აბაზგი არის ფუძე მესხი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვიმეორებ დიდი ივანე ჯავახიშვილის სიტყვას და დიდი ნიკომარის სიტყვას. ნიკომარი დიდი მეცნიერია. მეტადრე იყო ცხოვრების პირველი 2/3. მოდით ახლა ვისაუბროთ ენობრივი სხვაობა ძველ და ახალ აფხაზებს შორის. ახლა ძველი აფხაზები უკვე ვთქვით რაც არის. ჩვენა ვარ ძველი აფხაზი, აი მე ვარ ძველი აფხაზი რა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით ქართლიდანა ვარ, მაინც აფხაზი ერთ-ერთი ნახეთ ახლა აი ამ მეფე ლეონმა ააგო ეკლესია, მაგალითად ჯავახეთში აქვს მეფე ლეონს აგებული ეკლესია კუმურდო. ესე რომ ზემოდან როგორც ქარაფი, ეგრე კლდე არის და ამ ქარაფის კუთხეში არის კუმურდო, გოგაშენი, აფნია, უმორჩილესად გთხოვთ, იხილეთ სოფელი გოგაშენი, ქართველ გმირთა სოფელი აფნია, ქართველ გმირთა სოფელი და კუმურდოს ეკლესია იქვე, და ესე ზემოდან გადაყურებს საოცარი პანორამაა, გამოუგნებელი პანორამაა, ზემოდან გადაყურებს თმოგს, ხერთვის, ვარძიას, მტკვრის ხეობას, ქმნილება არის, ბუნების ქმნილება არის შეუდარებელი, ულამაზესი, აი, ასაღორძინებელია ქართველთაგან ეგ მხარე და ეგ მამულები. ენობრივი სხვაობა ძველ და ახალ აფხაზთა შორის. იქ არის ესეთი ადამიანი, ძალიან განათლებული ადამიანია, ძალიან უნარიანი ადამიანია, არქიმანდრიტი დოროთე დბარი, რომელსაც ოდესღაც რომელიც ხელდასმულია ჩვენი დედა ეკლესიისაგან, დღეს სეპარატისტი სასულიერო პირია. დოროთე დბარი ნაშრომებში წუხს, რომ თითქოს და ბიჭვინთური საბუთები აფხაზურენოვანი იყო და ქართველებმა ისინი გაანადგურეს მე-17 საუკუნეში. ანუ ბიჭვინთური, ანუ შესაბამისად აბაზგის ეპარქია იყო აფხაზურენოვანი და ქართველებმა მე-17 საუკუნეში გავანადგურეს. თითქოს და
საბედნიეროდ ბიჭვინთური საბუთები შესაბამისად, სამართლის ძეგლები, სახარებები, საეკლესიო ხელნაწერები გადარჩენილია მრავლად და ყველა ქართულია. მაგალითად, ბედიის ეკლესიის მრავალი საღვთისმსახურო წიგნი და წერილობითი წყაროები მხოლოდ ქართულენოვანია. ისინი მოღწეულია ისევე, როგორც აფხაზეთის საკათალიკოსოს უამრავი ხელნაწერი, რომელიც ასევე ქართულენოვანი არიან. პირიქით ჩანს, რომ ბედიელ ეპისკოპოსი წუხს თურქების შემოსევის დროს ქართული წყაროების განადგურებას. შესაბამისად, ბედიელი ეპისკოპოსი გვარებია ცოცხალი, საყვარელიძე, იოსელიანი, აი ესეთი გვარები აქვთ იქაურ პატრიარქებს, კაცო. იქაურ ეპისკოპოსებს, მთავარ ეპისკოპოსებს. ასევე მაგალითად ქართლის ცხოვრება იძლევა ცნობას, რომ 1560-იან წლებში აფხაზეთის საკათალიკოსო ცენტრს უცხოტომელი მაოხრებელიდან გადასარჩენად ქართველი ეპისკოპოსებიც კი იბრძოდნენ გურიიდანაც კი, რომ გადაერჩინათ, ანუ ეპისკოპოსები იბრძოდნენ, რომ გადაერჩინათ აფხაზეთის საკათალიკოსო ცენტრი. ყველა მასალა ცხადყოფს, რომ ძველი აფხაზები ქართულენოვანი ხალხი იყო და საქართველოს წმინდა ეკლესიის ერთგული შვილები, რომლის განუყოფელი ნაწილიც იყო აფხაზეთის საკათალიკოსო. ეხლა მე ვისაუბრებ აფხაზეთის საკათალიკოსოზე, აი ამ ეპარქიაზე და მთელი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაზე ბოლო 5 წუთი, ძალიან მოკლედ. აფხაზეთის საკათალიკოსოს მიწაწყალზე ძველმა ანუ ქართველმა აფხაზებმა უამრავი შესანიშნავი ქართულ წარწერებიანი ეკლესია ააგეს და ქართული საეპისკოპოსო დააარსეს. მაგალითად, მე-10 საუკუნის სომეხი ისტორიკოსი იუხტანესი გვაცნობს, რომ შავიზღვისპირეთში მცხოვრებმა მრავალრიცხოვანმა ხალხმა დააარსა სახელმწიფო აფხაზეთი და ამ ხალხს ქართველები ჰქვიაო. იუხტანესი ასევე წერს, რომ აფხაზეთი ქართველებით იყო დასახლებული და ისინი კირიონმა განაშორა სომხურ ეკლესიასო. კირიონი საოცარი ადამიანია, კირიონ პირველი, იხილეთ მიტროპოლიტანანიას შრომები. კირიონი იყო აირარატის სომხური ეკლესიის, აირარატის ეპისკოპოსი და წარმოვიდგინეთ, რომ უკვე იმის ტენდენცია რომ შეიქმნა, რომ მიდიოდა ამ ადამიანების გამონოფიზიტება, ასე ვთქვათ, მოკიდა ამ გრანდიოზულ ერს ხელი შეიძლება ითქვას და გამოგლიჯა სომხურ ეკლესიას და დედა ეკლესიას შეუერთა. და ეს გრანდიოზია წარმოვიდგინეთ, რომ აი 80% აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობისა წარმოვიდგინეთ გადაარჩინა, გამოსტაცა რა, შესაბამისად იმ ეკლესიას და გახადა ქართული ეკლესიის მრევლი. მიტროპოლიტანა ნიაჯაფარიძე წერს, რომ აი აღმოსავლეთ საქართველოსი ალბათ გადაარჩინა შეიძლება ამ კაცმა მთელი აღმოსავლეთ საქართველო თუ არა 80% ჭეშმარიტი რელიგიის დაკარგვას. განვიხილოთ ერთი როგორც ითქვა, მოქვის შესანიშნავი კათედრალი ააგო ქართულენოვან ძველაფხაზთა მეფე ლეონ მესამემ შემკობითა დიდითა. აფხაზეთის საეპისკოპოსოს გადარჩენილი საეკლესიო კულტურა გასაოცარია, მათ შორის მოქვის სახარება 1300 წელს არის გადაწერილი. მოქვის სახარება იხილეთ, ძალიან აკითხავთ მოქვის სახარება და დაათვალიერეთ რა საოცარი წიგნია. აფხაზთა მეფე ლეონ მესამე იბრძოდა და იღვწოდა საქართველოს გასაერთიანებლად. მისი ომები კახეთსა და ჰერეთში საქართველოს გაერთიანებისკენ იყო მიმართული. მოქვის გარდა მისი აგებულია მრავალი ეკლესია პირიქითა კავკასიაში. პირიქითა კავკასიაში არის ზენტის ეკლესია, ზელენჯუკის ეკლესია, შუანას ეკლესია. იქ წარწერაც არის შუანას ეკლესიაში ამ მეფის შესახებ. ესენი ძალიან გვანან ქართულ ეკლესიებს და მაღალი ალბათობით კი არა, უეჭველი ქართველების აშენებულია ეს ეკლესიები სამწუხაროდ დღეს აცხადებენ ამას, რომ მანდ იყო ალანის ეპარქია ბიზანტიისა და ალან და ბიზანტიის აშენებული ეკლესიებია, ეს ძალიან საბრძოლო თემაა. ერთ სიტყვით მოდით ახლა რომ უმთავრესი მომენტი მინდა რაღაც დონეზე რომ აგიხსნათ რა. მე უკვე წარმოვადგინე ეს რუკა ადრეც წარმოვადგინე და ეს არის დედა ეკლესიის იურისდიქციის საზღვრები.
მე-17-15 საუკუნეში, ანუ მონღოლებამდე შეიძლება ითქვას რა. აი ამ ტერიტორიაზე, აი ამ ეპოქაში, ვინც კი იყო მართლმადიდებელი, აი ამის გარდა, აი აქ რო აქ, აი ამის გარდა. არის კიდევაც აქ ახსნილი. აი ამ ტერიტორიაზე, ვინც კი იყო მართლმადიდებელი, ყველა იყო დედა ეკლესიის წევრი. არამც თუ ეხლა გამარჯვებულია საუბედუროთ ესეთი თეორია, ერთ-ერთი ნაწილია ეგ ქართიზაციის თეორიისა, ვითომ დედა ეკლესიამ გააქართველა იქით ესენი, იქით ისინი, თითქოს აქ აი აქ თითქოს გააქართველა ხალხები, აქ თითქოს ბერძნული იურისდიქცია იყო დასავლეთ საქართველოში და გაყარა აქედან მღვდლები, აქ თითქოს ალბანეთის იურისდიქცია იყო მე-7 საუკუნემდე და გააქართველა ეს ადამიანები და აი ესეთი სიყალბე, შეცდომა და ასე შემდეგ. აი ასე მაგალითად ეხლა ისევ აფხაზეთის თემას რო დაუბრუნდეთ, ესეთი აზრია გაბატონებული, რომ ის პიტიუსა, პიტიუნტი, პიტია, ბიჭვინთა არის ბერძნული კათედრა, ბერძნული ეკლესია მე-4 საუკუნეში და თითქოს იქიდან იყო სტრატოფილოსი, რომელიც მონაწილეობდა მსოფლიო პირველ კრებაზე და შესაბამისად ჩვენ გამოვტაცეთ საბერძნეთს, გავყარეთ იქიდან ბერძნული იურისდიქცია და თითქოს და ეხლა დღეს ჩვენი პატრიარქი უწმინდესი მიტაცებულ კათედრაზე ზის, ხო? ბიჭვინთის მიტროპოლიტი. აბსურდი. ეხლა ვეგეტყვით. ასევე გადაჭრით საქართველოს ისტორიის წიგნი იქნება თუ სად იქნება საუბედუროთ საქართველოს ისტორიის წიგნებში. სოხუმი არის სებასტოპოლისი, ასე შემდეგ. ასევე თითქოს და მანდ არის ოჩამჩირეში არის აჩიგვარა და აჩიგვარადან ესე მარცხნივ უნდა გადაუხვიოთ სოხუმისკენ რომ მიდის გზა მარცხნივ უნდა გადაუხვიოთ. და არის პირველი გუდავა, მეორე გუდავა, ერისწყალი ჩამოდის მდინარე და ამის აქეთ კიდე არის პირველი გუდავა და მეორე გუდავა, აი აქ რუკაზე შემიძლია განახოთ, მდინარე ოქუმი. და თითქოს და მანდ იყო ასევე ბერძნების კათედრა ზიგანა. და მანდაც ბერძნული კათედრა იყო მე-10 საუკუნემდე და თითქოს და ეს კათედრა მერე ქართველებმა მივიტაცეთ და მანდედან ბერძნები გავყარეთ ბიზანტია და ბიზანტია ამას მაშინაც გვიტარებდა და დღესაც გვიტარებს რა. აი ეს წიგნი ახლა ხელში რო ავიღე რა. Геологическая карта и карта полезных ископаемых Абхазской СССР. Абхазской АССР. Министерство геологии СССР. Секретна. Москва 1971 წელი. აქ თავისი რუკებია, სადაც პატარა ნაგებობებიც კი არის დატანილი, რამდენიმე რუკა გეოლოგიური, როგორი მდინარეები, აი რამდენიმე რუკა არის და საოცარი სამხედრო დანიშნულების წიგნია. ეხლა ამას სეკრეტნა, ანუ მოგეხსენებათ, აი ესეთი რუკებია შიგნით ჩადებული, ნებისმიერ ადამიანს შემიძლია მივაწოდო ვათხოვო და გვაქვს ესეთი მასალა, ხო? დღეს ხო უკვე ისტორია აუცილებლად უნდა მეგობრობდეს ტექნიკურ მეცნიერებებთან რა, მით უმეტეს გეოლოგიასთან და არქეოლოგიასთან რა. და ასე შემდეგ, აი საოცარი დოკუმენტებია. ეს ერთი. მეორე ესეთი წიგნი გვაქვს კიდე რა, ბიჭვინთის ნახევარკუნძულის გეოლოგიური ისტორია და რაღაც დონეზე ავტორი არის მირიან ძველაია და ბორის კვირკველია. ასევე ესეთი წიგნი გვაქვს, იყო ესეთი ადამიანი ბორის ინასარიძე, რომელმაც შესაბამისად 6,000-7,000 კვადრატული კილომეტრი დააშრო ჭაობები დასავლეთ საქართველოში. შესაბამისად ზედმიწევნით აქ ყველა ეს დაშრობის სამუშაოები აღწერილი. ასევე გვაქვს 1960-იანი, 70-იანი, 80-იან წლებში უკვე ხელმისაწვდომია მაშინ რომ სრულიად აკრძალული იყო ამისი ხილვა. რუსული სამხედრო ტოპოგრაფიული რუკები რა. შესაბამისად აი ამ რუკებზე რა
იმის და მიუხედავად რომ დატანილია ყველა ეკლესიის ნანგრევი, რომელიც კი არის აფხაზეთში და მეტადრე არსებული ეკლესია, არსად არ ჩანს რომ რაიმე ნაგებობა არის გუდავაში ეკლესიის მსგავსი, გამიგეთ? არსად არ ჩანს აი ამ გუდავაში რო არის და დოქტორანტები რო იცავენ დისერტაციას, წერენ ესეთ რაღაცას, რომ აი ნაპოვნია მაგალითისათვის პატარა სანათლავი არისო, ესო, სანათლავიო ემბაზისავით, ალბათ შესაბამისად საუბარია 2 კვადრატულ მეტრიან რაღაც პატარა ავზზე, რომელიც სანახევროდ არის ჩატეხილი, მეტი არაფერი და არ იძებნება სხვა არაფერი იმისა, რომ იქ იყო კათედრა. და როგორც წესი ბიზანტიას, ყველგან აბსოლუტურად ეს იყო კაბადოკია იყო თუ თრაქია იყო თუ არმენიაკონი იყო თუ ლაზიკის ეპარქია იყო, სადაც იყო ის ლაზიკის ეპარქია, რო აშენებს ეკლესიას, იქვე აუცილებლად აშენებს გრანდიოზულ ციხესიმაგრეს, კათედრასთან არსებულს. იქვე აშენებს აუცილებლად ყაზარმებს, იქვე ასე სამხედრო პატარა დანაყოფი უნდა მდგარიყო იქა. იქ უნდა ყოფილიყო ქალაქის ტიპის დასახლება, იქ უნდა ყოფილიყო წმინდანთა საფლავები, მორტირიუმი, იქ უნდა ყოფილიყო ბაზარი, სადგური, გზები და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერიო მდინარე ოქუმმა წაიღო, რომელიც დაახლოებით იმხელა მდინარეა, რომ გადადიხართ აი მუხრანთან მდინარე ქსანზე. იმხელა დებეთი, აი მაგად ლიახვის ტოლი მდინარე არ არის. და ეს ეგეთი ოროსნები არის იყვნენ ის მშენებლები, რომ მეტადრე თუ ეგეთი მდინარე იყო, რომ ყველაფერი შეეძლო წაეღო, იმის კალაპოტში ააშენეს, ხო? აი გამაოგნებელია. კიდე ერთხელ გეუბნებით, ვერ ვნახეთ არქეოლოგიურად ვერაფერი. და ამის მიუხედავად იქ იყო ზიგანას ეკლესია. და ნახეთ იუსტინიანე ამბობს, რომ არა მარტო იუსტინიანე, დიდი ბოდიში იუსტინიანე კი არ ამბობს. პროკოფი კესარიელი ამბობს. იგი ავტორია და აღწერს აი ომებს და ასე შემდეგ, იგი ავტორია 4 გრანდიოზული უმნიშვნელოვანესი წიგნისა, ომის სპარსებთან, ომი გოთებთან, ნაგებობათა შესახებ, საიდუმლო ისტორია და შესაბამისად ის ამბობს, რომ იუსტინიანემ აბაზგებს აუშენა ეკლესია, კათედრა წარმოგიდგენია და ეს იყო აბაზგიის ეკლესია. აი ამ აბაზგიის ეკლესია იყო საქმე რაში მდგომარეობს, იცით რომ ეხლა რომ საბჭოთა ისტორიოგრაფია ამბობს, რომ თითქოს და მცხეთის ეკლესია არის პროზელიტური, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქოს და მცხეთა შეიჭრა, მცხეთის ეკლესია შეიჭრა დასავლეთ საქართველოში და აქ არსებული ბერძნული კათედრები, როდოპოლისი, საისინი, თითქოს და პეტრა, ფაზისი და ზიგანა დაიკავა და იქიდან ღდლები გაყარა, მათი იურისდიქცია გააუქმა, შესაბამისად მათი სამრევლო შემოიერთა, რაც აკრძალულია მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ, მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება, მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება და მოციქულთა კრება პირველივე საუკუნეში გმობს ამას და თითქოს ეს მცხეთის ეკლესიას, უმციკლო დედა ეკლესიას, თითქოს ეს დანაშაული აქვს ჩადენილი და მეუფიანანი ამას ასაბუთებს, მაგრამ პირადად ჩემი ესეთი ინტერესი იყო, რომ მეპოვნა რაიმე კვალი, ხო, ამბობს, ხო? აკადემიკოსი ამბობს და პროფესორი ამბობს და 20 წიგნის ავტორი ამბობს, რომ აი აქ ზიგანაში მარტო იმიტომ, რომ ერთ-ერთი სახელი ძიღანევია აქ, ვიღაც ამბობს, რომ აქ ძიღანევია, შესაბამისად ამის გამო აქ იყო ზიგანეონი, ზიგანეურუმ, ეკლესია ზიგანეურუმ და აი აქ გუდავაში იყო, იმიტომ რომ გუდავაში ზიგანა იყო. არანაირი კვალი არ იძებნება, რომ მანდ ეკლესია იყო და შესაბამისად რომ დაიწყეს ეხლა ეს ხო ზიგანაზია საუბარი, სადაც კვალი არ არის, ბერძნული გრანდიოზული ეკლესია უნდა იდგეს, ციხესიმაგრე უნდა იყოს. ანალოგიას გეტყვით, სადაც არის მსგავსი ანალოგია. ასევე დაუწყეს ძებნა, აი რო წერია, რომ აბაზგებს აუშენა იუსტინიანემ შესაბამისად ეკლესია, დაიწყეს იმისი ძებნა.
ბევრი ძალიან ბევრი ისტორიკოსი ზოგი რას ამბობდა ეხლა გვარების ჩამოთვლა რაღაც დონეზე ეხლა უხერხულიც არის რომ ესეთ შეცდომას უშვებენ რა და ეს მე ერთმანეთს უპირისპირდებიან ეს შეცდომები რა და ყველა აბსურდია თან აი აქ არის სოფელი განთიადი და ცინდერფში აქვია ამ სოფელს და იქ არის ბაზილიკის ტიპის ეკლესია გამიგეთ ზღვიდან აი ზღვაზე ზღვისპირა ზღვა არის ფიჭვნარი რა ფიჭვნარში არის ეს ეკლესია შეიძლება ითქვას რომ ანუ აი ტალღი ანუ ნაპირიდან დაახლოებით 50 ნაბიჯში და ეკლესიის მეტი არაფერი არ არის არც ნაგებობა არც ხო გითხარით სტილი არსად არ აქვს დარღვეული ბიზანტიას რომ ყველგან უნდა ყოფილიყო ის ინფრასტრუქტურა ჩამოგითვალეთ ციხესიმაგრე გზა თავლები ყაზარმები ну უამრავი რამე არაფერი არ არის ნაპოვნი არა ის არისო ზოგმა თქვა არქეოპოლისში ბოდიში ციხე-გოჯში რო არისო სენაკშიო ზოგმა რა თქვა შემდეგ ვერც ის ვერ იპოვეს ვერც შესაბამისად აი აქ რო არის აი აქ ვერც არც სრულიად ქართული ეკლესია არის ბიჭვინთა რუსულად პიცუნდა საქმე იმაში მდგომარეობს რომ აი წეღან რო ვთქვი თუ ეხლა რაღაცას რო იპოვნიან აქ და მაგალითად ეს რო ზიგანა მარტო იმიტომ გვისა გონიათ რომ ზიგანევი არის აქა სოფელი თუ ადგილი რაღაც ისეთი შემთხვევითი შესაძლოა ტოპონიმი მაშინ საქართველოში გეთსამანიაც არის და ბეთლემიც არის და ბეთანიაც არის და ვიღაცა ოროსანს და ვიღაცა ოროსნებს უკვე გონი შეიძლება ან გონიათ უკვე რომ აქ შეიძლება ისრაელია ხო პიტიუსა უამრავ რუკაზე იძებნება არის დატანილი აი ამ ადგილას ეს არის შესაბამისად ტრაპიზონიდან აღმოსავლეთით სულ რაღაც 70 კილომეტრში აი აქ იყო პიტიუსა და სებასტოპოლისი 20 იყო აი ამ რეგიონში იმპერიაში 20 სებასტოპოლი და ასე შემდეგ და აი აქ ბათუმის ზემოთ გაჩვენებთ მე და არის ესე მაგალითად ამიანე მარცელინი და უამრავი წყაროა 1 და 2 კი არა რომელიც ზუსტად წერს რომ აი აქ არის აი ტრაპეზუნთადან აი ამდენში და აქაც არის სებასტოპოლისი ბოსფორი მაგალითად სტამბოლის ადგილასაც იყო და ანუ კონსტანტინოპოლის ადგილასაც იყო და ყირიმზეც იყო ხერსონესი და ასე შემდეგ და ესე რომ დაიბნენ და ესე ის ყველაფერი აქ დაალაგეს და მე სხვა რა გზა აქვს ახლა რადგან ყველაფრის იდენტიფიკაცია აი აქ მოახდინეს გამოცხადებულია დედა ეკლესია პროზელიტურად რა რომ ეხლა თითქოს აქ ადგას ამათ ტერიტორიაზე ბერძნულ ეკლესიაში არასოდეს აქ არც ბერძნული წირვალოცვა არ ყოფილიყო არსად ასევე არაფერი ნაპოვნი არ არის ბერძნული მონეტა არ არის ნაპოვნი აი ხურდაფული არამს თუ ეკლესია ნაეკლესია არის რა გრანდიოზული ეკლესია არამს თუ ყაზარმები არამს თუ მორტირიუმი არამც თუ კიდევ ერთხელ ვეუბნები გეუბნებით რომაული ფაქტობრივად ბიზანტიური გზების კვალი არ არის ნაპოვნი ვარციხეში აი აქ ბაღდათის რაიონში ფერსაჩი ოფსკვიტში პატრიკეთში არაფერი არ არის ნაპოვნი და არა მაინც მანდიყო როდოპოლისის კათედრაო მანდიყო გადათქმა არ უნდათ და ზუსტად ანალოგიური ბერძნული კათედრა ბიზანტიური კათედრა არის ნაპოვნი ვაშნარი არის გურიანთას ერთ-ერთი უბანი. გურიანთა არის დიდებული სოფელი, ჯადოსნური სოფელი, ულამაზესი სოფელი ოზურგეთის რაიონში. ოზურგეთიდან რო წაბრძანდებით ზღვისკენ, დასავლეთისკენ, დაახლოებით 7-8 კილომეტრში არის დიდებული ქარხანა გაახაროთ ღმერთმა აღორძინებული ჩაის ფაბრიკა. და იქ არის გადასახვევი ხელმარცხნივ და უმორჩილესად გთხოვთ, იხილეთ, ძალიან გთხოვთ, იხილეთ ვაშნარის არქეოლოგიური ძეგლი. აი ტიპიური მაგალითი, როგორი იყო, როგორი უნდა ყოფილიყო ბერძნული კათედრა, რასაც წყალი არ გაუვასა და სახად ჩანს
ციხესიმაგრე, მისი კონტურები, წეღა რო ვთქვი, ვიმეორებ, მინდა რომ კარგად აღიბეჭდოს ეს მეხსიერებაში, იქ არის მორტირიუმი, იქ არის სათავსოები, ჩანს რომ აქ იყო სამხედრო ნაწილი, აქ იყო გზები არის და ასე შემდეგ და ეხლა მიმდინარეობს გათხრები. ყველას ვთხოვ, ვისაც საშუალება გაქვთ, ტექნიკური, მატერიალური, სხვადასხვა რესურსები შეეწიოთ აი ამ არქეოლოგიურ გათხრებს, იმიტომ რომ გრანდიოზულ ტერიტორიაზე ამოვა და კიდე ერთი ძეგლი ამოვა და ისტორია შესაბამისად ძალიან ბევრ ცნობას მოგცემს რა და ეხლა ისევ აფხაზეთს რო დაუბრუნდეთ, ის კარგად გამიგეთ ეხლა მეორე ისა 21 საუკუნეში და 19 საუკუნეში და მე-20 საუკუნეში რა მოხდა, ჩემზე ათჯერ კარგად იცით. იდეალურად იცით რა პერიოდი იყო და ასე შემდეგ და მაგაზე ეხლა მე არ ვისაუბრებ და ვერ ვისაუბრებ და სიტყვა აფხაზეთის წარმომავლობაზე, იქაურ ენაზე, იქ მცხოვრებ ადამიანებზე, აი ამ მთელი საქართველოს აბაზგიობაზე, აფხაზეთობაზე და მეფეების ესე მოხსენიებაზე და რატოა ესე მოხსენიებული, უკვე ვისაუბრეთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სიტყვა აბაზგი გაჩენილია სიტყვიდან მესხი, აი ესეთი ეტიმოლოგია აქვს სიტყვა აბაზგს, აფხაზს და ჩვენ აი ქართველები ისეთი გარემოა ჩვენთან და ისეთი ეპოქები ყოფილა, რომ ერთი ადამიანი, აი მაგალითად ორი თაობარო ადამიანი ახლა აფხაზეთიდან დევნილი თელავში იცხოვრებს. მისი შვილი ხო უკვე გაკახელებულია. ანალოგიური მომენტია, რამდენი ადამიანი მინახავს, რომ აქვს იმერული გვარი, რაჭული გვარი და რამდენიმე თაობა ცხოვრობს აღმოსავლეთ კახეთში და ეპოქა და მაშინ იმ ეპოქაში კიდევ უფრო ძალუმად იყო ეს. აი მოგეხსენებათ ახლა არაბობისაც რამდენი ადამიანი გადავიდა აქეთ. შესაბამისად მე აქ რო დასუსტდებოდა ხალხი და შემცირდებოდა რაოდენობა, მე აქედან მოდიოდა გრანდიოზული ნამატი. შესაბამისად აი ესეთი იგივე მესხების ნამატი და ასე შემდეგ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, ვინც ხვალვე რო დავიბრუნოთ ცხინვალი და სოხუმი, ხვალვე გაემგზავრება იქა. ყველა ადამიანი ღმერთმა დალოცოს, ვინც ნატრულობს, ვინც ნატრობს, რომ ჩავიდეს მეტადრე მშობლიურ სოფელში და მშობლიურ ეზოში და მშობლიურ სახლში და ისინიც რა თქმა უნდა, ვინც იმის და მიუხედავად რომ არ იყო წარმოშობით მაგალითად სოხუმიდან და ოჩამჩირედან ან ცხინვალიდან და ყორნისიდან ყველაფერს გადადებს და გაემგზავრება და მერწუნეთ. მე ერთ-ერთი ესეთი ვარ, როგორც კი ჩვენ მშვიდობით, ჯანმრთელად, ლამაზად, ღვთისწყალობით სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დონეზე ამ ტერიტორიის დღევანდელ ოკუპანტთან რომ მოვაგვარებთ ამას, მე ყველაფერს ვტოვებ დაახლოებით დაბრუნებიდან ერთ კვირაში გავემგზავრები ჩემ ოჯახთან ერთად, რათა იქაური სკოლა იქნება თუ მამული იქნება თუ მიწა იქნება ავაღორძინო და ისევ ქართული ის მოდესი საკაცობრიო, დიახ, საკაცობრიო, იმიტომ რომ ჩვენ საკაცობრიოერი ვართ, ფუძეერი ვართ, 45-50 საუკუნის ენა და ერი ვართ და საკაცობრიო დანაშაულია, რომ ისეთ ადგილას როგორიც არის ცხინვალი და სოხუმი დღეს ქართული ან არ ისმის, ან ისმის აი ესე მოკრძალებულად ვიღაცა თუმად ლოცულობს ქართულ ენაზე. გაახაროთ ღმერთმა მოკითხვა ყველა იქ მცხოვრებ ადამიანს, ყველა ადამიანს, ვისაც გულში მაინც აქვს წმენა, რომ ქართველია, რომ თავის მამულში ცხოვრობს, მე გავავლებ პარალელს, აი რომ გადავედით ჩვენ თურქეთის სახელმწიფოში და რომ ვნახეთ თურქეთის საქართველოს მცხოვრები ადამიანები, იქ არის ესეთი სოფელი ნახევარი მარადითი დღეს მურათლი ქვია, იქ ადგილობრივმა მცხოვრებმა ზაქრო კიკნაძემ გაახაროს ღმერთმა ესე მითხრა, რომ ჩვენო თურქის მიწაზე არ ვცხოვრობთო, ჩვენო ქართველის მიწაზე ვცხოვრობთო და შესაბამისად ჩვენი მამულიაო ესა და
აი ესეთი შეგნებით რო ცხოვრობს იქ ადამიანი, ეს დიდი ძალაა. ძალიან დიდი ძალაა ღმერთი კენჭიდან აღადგენს თავის საყვარელ ერს, პატარა კენჭიდან და ეს ძალიან ბევრჯერ მომხდარა, ძალიან ბევრჯერ გვინახია, ყველაფერი ღვთისწყალობაა, ყველაფერი ღვთისნებაა. თქვენ ჩემზე უკეთესად იცით რატო და რისთვის დავკარგეთ ახლა აფხაზეთი 90-იან წლებში ჩემზე გაცილებით უკეთესად იცით და ყველას თავისი შეხედულება აქვს ამაზე და შეიძლება ყველა მართალი იყოს, იმიტომ რომ ერთი მიზეზი არ ყოფილა და აი ჩვენი აზრი რომ რა არის იმის მიზეზი რომ აფხაზეთი დავკარგეთ. ეს იყო ისტორიის გაყალბება. ეს იყო ისტორიის გაყალბება, რომ თითქოს აი ჩვენ ქართველებმა ესეთი რაღაცა გავანადგურეთ, ეს იყო შესაძლოა მაგალითად მათ წავართვით ენა, წავუშალეთ არტეფაქტები, დავუნგრიეთ ტაძრები, ასე შემდეგ წავართვით ენა, წავართვით კულტურა და ასე შემდეგ. აი ესეთი სიყალბეები რო იყო, ამან გამოიწვია და საბჭოთა ისტორიოგრაფიაც დამნაშავეა. საბჭოთა ისტორიოგრაფიაც დამნაშავეა რა. რომ აი რას ეყრდნობა, როგორ ეყრდნობა, ვის ეყრდნობა, რა არის ამისი ხერხემალი, უკვე ვისაუბრე და ყველა ადამიანს, ვინც დაინტერესებულია სიხარულით ველოდები. გნებავთ პიროვნულად, გნებავთ ორგანიზაციულად, გნებავთ მეუფე ანანიაც ელოდება კათედრაზე. ღმერთმა დაგლოცოთ ქართველებო. ყველაფერი იქნება კარგად, გამრავლდეთ და მშვიდობით ვიყვეთ და ვიშრომოთ სოფლად, ქალაქად. ღვთისწყალობაა ჩვენზე. ხილული ღვთისწყალობაა, რომ ისევ იმ ენაზე ვსაუბრობთ, რა ენაზეც საუბრობდა ჩვენი წინაპარი ხილულად პირველ საუკუნეში და ლოგიკურად პირველ საუკუნემდე კიდევ 20 საუკუნით იქით. მშვიდობა, ჯანმრთელობა. კარგად ზანდებოდეთ, მეგობრებო.